რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, მუზეუმის ხელმძღვანელი. ჩვენი გადაცემის მიზანია მოგიყვეთ მუზეუმში დაცული საგანძურის შესახებ. გაგაცნოთ ექსპონატები და ასევე გაგაცნოთ ის ისტორიები, რომელიც მუზეუმთან არის დაკავშირებული და რომელსაც მუზეუმი მრავლად ინახავს. რამოდენიმე გადაცემა ჩვენ მიუძღვენით აკაკი ჭანტურიას, მის ღვაწლს, იმ რთულ გზას, რომელიც მან გამოიარა მუზეუმის დაარსებისას. დღეს გვინდა მოგიყვეთ ერთი კონკრეტული ეპიზოდის შესახებ ახალად დაარსებული მუზეუმის ცხოვრებიდან. 1924 წელი განსაკუთრებულად რთული წელი აღმოჩნდა ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისათვის და მისი ხელმძღვანელი აკაკი ჭანტურიასათვის. აკაკი ჭანტურიას აკადემიურ და მზრუნველ დამოკიდებულებას სამუზეუმო განძისადმი ყველა როდი იგებდა სათანადოდ. ერთ-ერთი თანამედროვე მაგალითად ასეთ ფაქტს იგონებს. ზოგნი ირონიით ეტყოდნენ აკაკის დადიანების ქონებას ასე რომ უვლი, მათ დაბრუნებას ხომარელი. იყო შემთხვევა, როდესაც აკაკის მიმართავდნენ საპატიო სტუმრები გვყავს და მუზეუმიდან სერვიზი რომ გვათხოვო. ასეთი აზრიც იყო გამოთქმული, რომ დადიანებს ეს ქონება ხალხის ოფლით აქვთ შეძენილი და სამართლიანობა მოითხოვს ხალხის ნაუფლარი ისევ ხალხს დაუბრუნდესო. ამაზე ჭანტურია უპასუხებდა: მართალია ეს ქონება ხალხის ოფლით არის შეძენილი და იმავე ხალხს რჩება მუზეუმის სახითო. აზრი, რომ მუზეუმში დაცული ქონება ხალხს უნდა გადასცემოდა, არა მარტო საზოგადოების დაბალ ფენებში მუსირებდა, არამედ იმდროინდელ პრესაშიც გამოჩნდა. 1924 წლის 11 ივნისს ვინმე კ. ხომერიკმა გამოაქვეყნა წერილი ზუგდიდის მუზეუმი, პრაქტიკული წინადადება განათლების კომისარიატის საყურადღებოდ. წითელი ინტელიგენტი გაზეთის ფურცლებიდან შემდეგნაირ რჩევად არიგებას იძლეოდა. მე ამ დღეებში დავათვალიერე ქალაქ ზუგდიდში ყოფილი დადიანების სასახლე, სადაც მოთავსებულია მუზეუმი. ხსენებულ მუზეუმში მოთავსებული კოლექციები ყველა ერთად აღებული დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს, თუმცა არის თითოეულა ისეთი ეგზემპლარიც, რომელნიც საყურადღებოა. საგვარეულო სერვიზი, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს მუზეუმში, ისეც არაფერს წარმოადგენს, რომ ღირსი იყოს მათი იქ, ესე იგი მუზეუმში დატოვება. რაც შეეხება დანარჩენს საგნებს, ისინი უნდა იქნენ გადმოტანილი ქალაქ თბილისის ცენტრალურ მუზეუმში. იქ კი, სადაც ახლა მუზეუმი არის, ყოფილი დადიანების სასახლე, სასურველია მოეწყოს ზუგდიდის მაზრის გლეხთა სასახლე. წინათ ხსენებულ სასახლეში ბუნაგობდნენ და განცხრომას ეძლეოდნენ ხალხის მტრები. ამიტომ უფრო სამართლიანია და უპრიანი ახლა იქ მოეწყოს გლეხთა სასახლე. საგვარეულო სერვიზი კი გაიყიდოს და იქიდან ამოღებული ფული მოხმარდეს სასახლის მოწყობის საქმეს. იმედია ყურადღებას მიაქცევთ ჩემს მიერ აღძრულ საკითხს, განათლების კომისარიატი. აღნიშნული პასუხი ხელისუფლებას უყურადღებოდ ნამდვილად არ დაუტოვებია და 1924 წლის 7 მარტს ამიერკავკასიის ფინსახკომმა ზუგდიდის დედოფლის სასახლეში დაცული განძეულობა, როგორც გასაყიდი ნივთები სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შინ სახკომის ეს ქმედება ზუგდიდის აღმასკომის მიერ იყო ინიცირებული. აკაკი ჭანტურია აღნიშნული მოვლენის ახსაკვეთად თბილისს რამდენჯერმე ეწვია. სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა უამრავი საპროტესტო წერილი. 1924 წლის 26 მარტს მან საგანგებო მოხსენება გააკეთა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოშიც. საბჭომ კი ტრივიალური და ტრადიციული გადაწყვეტილება მიიღო და დედოფლის სასახლეში მოთავსებულ სიძველეთა დასაცავ აღსარიცხავად ზუგდიდში კომისია გაგზავნა, რომელსაც მუშათა და გლეხთა ინსპექციის კომისარი ამხანაგი კოსტანიანი თავმჯდომარეობდა. როგორც ჩანს, კოსტანიანს თავი განსაკუთრებულად არ შეუწუხებია და იმავე წლის 5 აპრილს ზუგდიდის აღმასკომმა ეკატერინე დადიანის სასახლიდან ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიტანა და საჯარო წესით კაპიკებში გაყიდა. ნივთების გაყიდვა ბოლშევიკების მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ აღმასკომის დუქანში მიმდინარეობდა. 1940 წლის 25 აპრილს ჭანტურიას მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა. ამ დუქანმა გაყიდა აღმასკომის განსაკუთრებით ის ნივთები, რომლებიც მუზეუმში არ იყო გადაცემული და იქ საჯაროდ იყიდებოდა. მაგალითად, დედოფლისეული ფაიანსის თეფშები 30 კაპიკად.
და სხვა. მაშინ გაიყიდა ნაპოლეონის სუფრა, 24 არშინი, ოქროს გერბით, საკორონაციო მანტია და სხვა, რომელიც როგორც გამოირკვა, ინახებოდა იმ სამ დიდ ყუთში, რომლებიც ჩემთვის არ უჩვენებიათ. აკაკი ჭანტურია, როგორც ჩანს, ნაპოლეონის გაყიდული მაგიდის სუფრის დაბრუნებას ცდილობდა. მისი რჩევით, სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარემ 1925 წლის 28 მარტს წერილი მიუწერია ისტორიული რელიქვიის ახალი მფლობელისათვის, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის მუშისათვის, ბარათში ნათქვამია: მოქალაქე კოკი შენგელიას. გასულ 1924 წელს, როცა სახ აღმასკომმა გადაარჩია ინგრელსკისეული ქონება, გასახით საქონელში გაუგებრობის მეოხებით შეპარულა ერთი სუფრა, დაახლოებით 9 არშინი, რომელსაც როგორც გამოირკვა, აქვს ისტორიული მნიშვნელობა და რომელიც ამის გამო უნდა გადასცემოდა სამეგრელოს მუზეუმს. ეს სუფრა აღმასკომის მაღაზიიდან შეგიძენიათ თქვენ, ბატონო კოკი, რამოდენიმე მანეთად. რადგანაც ხსენებული სუფრა წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანს სამეგრელოს მუზეუმისათვის, რომელიც ზუგდიდშია, მეტად სასურველია, რომ სუფრა დაუბრუნდეს მუზეუმს. ამის გამო ზუგდიდის სახაღმასკომი ითვალისწინებს რა, რომ თქვენ დაინტერესებული იქნებით სამეგრელოს მუზეუმის კეთილდღეობაში, გთხოვთ სუფრის დაბრუნებას და მიიღოთ თქვენ მიერ გაღებული თანხა და ყოველივე ხარჯი, რაც ჯამში 50 მანეთს შეადგენს. სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე. თხოვნა არ გაჭრა. კოკი შენგელიამ რელიქვია არ დააბრუნა. ხელისუფლება კი შეცდომის გამოსყიდვის ნაცვლად უფრო დიდ დანაშაულს გეგმავდა. ხელისუფლება ზუგდიდის მუზეუმის სრულ გაუქმებას და იქ დარჩენილი განძეულობის თბილისში გადატანას ისახავდა მიზნად. ამას დაემატა ისიც, რომ 1924 წელს ზუგდიდში იმოგზაურა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატთა საბჭოს თავმჯდომარემ რიკოვმა ადგილობრივ პარტოკრატებს მისთვის უთხოვნიათ აზრი გამოეთქვა მუზეუმის მნიშვნელობაზე. ამხანაგ რიკოვს უპასუხია: ჩვენს პერიოდში მუზეუმი ჩვენთვის წარმოადგენსო მეორტვაე დიელას, ანუ მკვდარ საქმეს. იმავე რიკოვს საგამოფენო დარბაზებში შესულს დადიანების ქონების დანახვისას შემდეგი სიტყვები უთქვავს: კაკაია ბალშაია ლავკა პასუდ, რაც ნიშნავს რაოდენ დიდი დახლია ჭურჭლისა. ეს უკვე თბილისისათვის მითითება იყო და ამიტომ საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა 1924 წლის 23 ოქტომბერს წარადგინა სამეგრელოს მუზეუმის გაუქმებისა და მის დედაქალაქში გადმოტანის პროექტი. დაიწყო ახალი ეპოპეა. ჭანტურიას კვლავ უწევს სხვადასხვა უწყებაში წერილების წერა, ცენტრში პარტიული მუშაკების დარწმუნება და კომისარიატებში მოხსენებების გაკეთება დირექტორმა მოახერხა და მუზეუმი არ გააუქმებინა. საოცარია ამ ადამიანის დაუღალავი ენერგია, საქმისადმი თავდადება და მიზნის მისაღწევად ბრძოლა. მაშინ, როცა აღმასკომი ნივთებს საჯაროდ ყიდდა, სახალხო კომისარიატი კი მუზეუმის გაუქმების პროექტს წერდა, აკაკი ჭანტურია ახალ ნივთებს აგროვებდა. მას 13 ნოემბერს მუზეუმში გადმოუტანია ზუგდიდის მაზრის სამხედრო არქივი, მოგვიანებით ვერცხლით მოჭედილი ანტიკური მაგიდის ფეხი, სამკერდული. 19 დეკემბერს შეუსყიდია მურზაყან დადეშკელიანის თოფი. მთელი წლის განმავლობაში მუზეუმს 200 ახალი ნივთი შემატებია. მუზეუმის ნივთების საჯარო წესით გაყიდვამ და მისი გაუქმების გეგმამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. გაზეთმა ქართული სიტყვა გამოაქვეყნა სმთიას ფსევდონიმით სერგი მაკალათიას პუბლიკაცია. ზუგდიდის მუზეუმი, სადაც ვკითხულობთ. ამ კუთხის სიძველეების სხვაგან გადატანით და ზუგდიდის მუზეუმის გაუქმებით სამეგრელოში მეცნიერის ფეხი იშვიათად გაივლის, რაც მეტად შეაფერხებს სამეგრელოს მეცნიერულად შესწავლის საკითხს. გარდა ამისა, დღევანდელი პოლიტიკური წესწყობილება გლეხობის გათვითცნობიერებას მოითხოვს და ამ მიზნით პროვინციის ქალაქებში აღსდგება ტექნიკუმები, სამკითხველოები და სხვა კულტურული დაწესებულებანი. მუზეუმიც უნდა არსებობდეს, რომელიც მოზარდ თაობას თვალსაჩინოდ წარმოუდგენს თავისი კუთხის განცდილ კულტურულ შემოქმედებას. სამეგრელოს ღარიბ გლეხობას არ აქვს საშუალება მუზეუმის დასათვალიერებლად დიდ ქალაქებში იმოგზაურონ. ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ზუგდიდის მუზეუმის განმტკიცებას, რომ ის შეიქმნას კულტურის გამტარებელ სადგურად და ეს საქართველოს ძველი კულტურული მხარე არ მოსწყდეს მის მეცნიერულ შემოქმედებას. ნუ თუ დღეს წარმოსადგენია, რომ ზუგდიდის მუზეუმში მოთავსებულ განძეულობას რაიმე საფრთხე მოელოდეს, როდესაც განძეული საშუალო საუკუნეებიდან მოყოლებული განმარტოებულ
და უდაბურ მონასტრებში დღემდე დაიცვეს ყოველგვარი ხიფათისაგან და მე-20 საუკუნეში, როდესაც ყველაფერი ეს ხალხის ხელში გადმოვიდა, მათი დაცვა საშიში შეიქმნა? ეს დაუჯერებელი და შეურაცხყოფელი მოვლენაა. სამეგრელომ დღესაც უნდა გამოიჩინოს თავისი კულტუროსნობა და ზუგდიდის მუზეუმს სამეცნიერო მუშაობისათვის ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ ის ჭეშმარიტად ამ კუთხის მნათობი შეიქმნეს. ამ კუთხის ყოველი შეგნებული მოქალაქე ვალდებულია თუ ის იპოვის რაიმე სიძველეს ზუგდიდის მუზეუმს გადასცეს. არც ერთი ნივთი, რომელიც გამოტანილია ტაძრებიდან და ძველ მებატონეთა სასახლეებიდან, ზუგდიდის მუზეუმს არ უნდა ასცდეს და სრულად მის განკარგულებაში უნდა იყოს. ამ მხრივ ადგილობრივ ხელისუფლებას არავითარი უფლება არ უნდა ჰქონდეს მუზეუმის საქმეებში ჩაერთოს, რადგანაც მას არ შეუძლია გაერკვიოს აღნიშნული ნივთების ღირებულებაში და ის საგნები, რომლებიც დღეს მას უმნიშვნელოდ მიაჩნია, 100 წლის შემდეგ მუზეუმისათვის დიდი ღირებულებისა იქნება. ამგვარი თვალსაზრისით, ჩვენი წინაპრები რომ მისდგომოდნენ მათ თანამედროვე განზეულობას, არც ერთი ძველი ხელოვნების ნივთი ჩვენამდე არ მოაღწევდა, რაც დიდი ეროვნული უბედურება იქნებოდა. მე-20 საუკუნემ ნაცვლად ძველი მონასტრებისა საქართველოში ახალი კულტურული ცენტრები უნდა შექმნას და მათ შორის პირველი წინამორბედთაგანი ზუგდიდის მუზეუმი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ოდიშის კულტურულ წრეებს ყოველ მხრივ ხელი შეუწყოს ზუგდიდის მუზეუმის განმტკიცებას და მის სამეცნიერო დაწესებულებად გადაქცევას. სერგი მაკალათიას პუბლიკაციამ, როგორც ჩანს, კომუნისტური ელიტა განსაკუთრებით გააღიზიანა. ნომენკლატურამ სასწრაფო პასუხი გამოაქვეყნა, რომელიც ცინიზმითა და დემაგოგიით გაჟღენთილი ცხადი იყო, რომ წითელი ინტელიგენტები დადიანების ქონებასთან ასე ადვილად შელევას არ აპირებდნენ. 1924 წელი უმძიმესი იყო მუზეუმის ისტორიაში და ალბათ აკაკი ჭანტურიას ბიოგრაფიაშიც. ყველა ზემოთხსენებულ პრობლემას დაერთო ის აჯანყებაც, რომელმაც იმ წელს საქართველოში ბოლშევიკების წინააღმდეგ იფეთქა. მოვლენები საკმაოდ რთულად სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში განვითარდა და როგორც ირკვევა, ბრძოლები უშუალოდ სასახლეების ახლოს მიმდინარეობდა. ამ დროს კი ჭანტურია საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეროვნული საგანძურის გადარჩენას ცდილობდა. ასეთი იყო აკაკი ჭანტურიას 8 წელი მუზეუმის დასაცავად. თავარი რაც აკაკი ჭანტურიამ შეძლო, გახდათ ის, რომ მან დაარწმუნა სამეცნიერო წრეები იმაში, რომ მუზეუმი აუცილებლად უნდა არსებობდეს ზუგდიდში. და არც ერთი ნივთი, რომელიც გამოტანილია ტაძრებიდან და ძველ მებატონეთა სასახლეებიდან, ზუგდიდის მუზეუმს არ უნდა ასცდეს. დიახ, მან მუზეუმის ამ მიზნის გავრცელება შეძლო მთელი სამეგრელოს მასშტაბით და ამ მიზნის შესრულებაში მან შეძლო, რომ ჩართულიყო მთელი სამეგრელო. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ კიდევ ერთი ბრწყინვალე მემკვიდრეობა, რომელიც ჭანტურიამ დატოვა, სამეგრელოს არქეოლოგიური რუკა გახლავთ. რუკის შესახებ აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი წერს. აკაკი ჭანტურიამ სამეგრელოს ბრწყინვალე არქეოლოგიური რუკა შექმნა. როცა გლეხებს მუზეუმში მიწაში ნაპოვნი ნივთები მოჰქონდათ, ჭანტურიას აღმოჩენის ადგილი რუკაზე დაჰქონდა, რათა მომავალში იქ არქეოლოგიური გათხრები ეწარმოებინა. რუკას თან ახლავს ჩანაწერები, საიდანაც გებულობთ თუ სად და რა ადგილასაა მოთავსებული არქეოლოგიური ან ისტორიული ძეგლი. დღეს რუკა ფასდაუდებელი ისტორიული წყაროა, რადგან მასზე ის სურათია ასახული, რომელიც ამჟამად უკვე აღარ არსებობს. მისი საშუალებით სამეგრელოს ტერიტორიაზე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა შეიძლება. დიახ, ასეთი იყო აკაკი ჭანტურია, ასეთი იყო მუზეუმის მეცნიერული საქმიანობა მის დროს და ასეთი იყო ის სირთულეები, რომელსაც უმკლავდებოდა აკაკი ჭანტურია თავის მეგობრებთან ერთად, თავის თანამებრძოლებთან ერთად. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო წიგნი გაძარცული საგანძური, რომლის ავტორი გახლავთ პროფესორი გიორგი კალანდია. სწორედ ამ წიგნის დახმარებით შევძელი დღეს თქვენთვის მომეყოლა 1924 წელს მუზეუმის თავს დატრიალებული ქარტეხილების შესახებ. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.